მიხეილ ყაველაშვილი შვეიცარიულ გამოცემასთან აცხადებს, რომ პროკურატურას არჩევნების გაყალბების არც ერთი მტკიცებულება არ წარედგინა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ეუთოს საბოლოო დასკვნაც ამბობს, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა. მოქალაქეებს კი თავისუფალი არჩევნის უფლება ჰქონდათ. შვეიცარიულ გამოცემასთან მიხეილ ყაველაშვილმა თქვა, რომ ცნობები მოსახლეობის დაშინების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. პროკურატურას არჩევნების გაყალბების არც ერთი მტკიცებულება არ წარედგინა. ეუთოს საბოლოო დასკვნაც ამბობს, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა. მოქალაქეებს ჰქონდათ თავისუფალი არჩევანის უფლება. ეს არის რეალობა. ვერავინ იტყვის, რომ მიხეილ ყაველაშვილი არაკანონიერად იქნა არჩეული. სიმართლეს არ შეესაბამება, რომ ვიღაც როგორც მონა ისი აძლევდა ხმას ქართულ ოცნებას. მოქალაქეები კრიტიკულები არიან, თუმცა მათთვისაც მშვიდობა, სტაბილურობა და მიზანმიმართული სვლა ევროპისკენ მნიშვნელოვანია. ამას ალტერნატივა არ აქვს. რომ არსებულიყო ნორმალური ოპოზიცია, რომელიც დააკმაყოფილებდა ქართველი ხალხის მოთხოვნებს, მაშინ იქნებოდა ის კონკურენტუნარიანი და შეძლებდნენ ქართული ოცნების შეცვლას. ძალები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ უნდათ ჩვენი ევროკავშირში შეყვანა, პირიქით აზიანებენ მიზანს.